სტუდიაში კლავ ჩვენთან ერთად არიან იაკი დაიანი და არიო ოზერანი, ასევე გილ ჰოფმანი, პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომელიც შემოგვიერთდა დისკუსიებისთვის, მაგრამ იაკი ჯერ თქვენთან უნდა მივმართო ამ საკითხზე. არის საიდან დავიწყო, როცა ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო რთულ ფენას ვამატებთ. რას ფიქრობთ პრეზიდენტზე? ასე რომ მოусმინეთ დავით, ამაზე ძალიან მტკიცედ ვსაუბრობ. ხო, მე ვივარაუდებდი, რომ ის ხელმოწერს ამ შეთანხმებას მაინც, თუნდაც ყატარი და საუდის არაბეთი არ შეუერთდნენ აბრაამის შეთანხმებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იცით, პრეზიდენტი ტრამპი ორ რამეზე ფიქრობს. ის ფიქრობს არა მხოლოდ ირანელებთან შეთანხმებაზე, არამედ მთლიანად ახლო აღმოსავლეთის შეცვლას. და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის შეცვლა დაკავშირებულია მის მემკვიდრეობასთან, რაც აბრაამის შეთანხმებებში. აბრაამის შეთანხმებების გაფართოება და მთავარი მარგალიტი ვითხოვდი უდავოდ საუდის არაბეთი. ის ფიქრობს, რომ ეხლა ბერკეტი აქვს, რადგან საუდელები ძალიან სურთ ეს შეთანხმება, მათ ეს შეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს სთხოვეს. ამიტომ ის ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს. მე თავს შევიკავებდი იმის თქმისგან, რომ ეს იმუშავებს, რადგან არ მგონია, რომ საუდის არაბეთი განსაკუთრებით კი ისრაელში არჩევნებამდე აბრაამის შეთანხმებებს შეუერთდეს. მაგრამ კარგია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას თავის მემკვიდრეობას წინწევს. ეს მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. და ჩვენ ნახეთ კავშირი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის ომის დროს. ეს გამორჩეული იყო. ანუ ისრაელი იცავდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ალიანსი ხალიფდება, ზუსტად. მან აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია აბრაამის შეთანხმებები. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გვინდა გაფართოება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იმუშავებს ირანთან შეთანხმებასთან ერთად. არის ას ფიქრობ. საუდის პოზიციაზე გულისხმობ, რადგან ჩანს, რომ ის თითქოს ცოტათი ზეწოლას ახდენს საუდელებზე, რომ თქვას, ჰეი, მათ დაუყოვნებლივ უნდა შეუერთდნენ. ისინი ამას გმართებენ. იცი როგორ გესმის საუდის პოზიცია ირანთან მიმართებაში, პოტენციურ შეთანხმებასთან მიმართებაში ამ ეტაპზე. სადგანან საუდელები ამ ყველაფერში? საუდელების თვალსაზრისით, ისინი სრულიად საპირისპიროს ფიქრობენ იმისგან, რასაც ტრამპი ამბობს. ტრამპი ამბობს, რომ ისინი ჩვენთან ვალში არიან. საუდელები კი თავისთვის ამბობენ, ტრამპი ჩვენთან ვალშია. ტრამპმა აშშ-ში და ისრაელმა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ამ ომში ჩაითრიეს. მათ ომში ჩართვა არ უთხოვიათ, მაგრამ ირანმა მათზე თავდასხმა განახორციელა. მათთან არ გაუმართალ კონსულტაციები. ყველა ცნობით, მათთან წინასწარ არ გაუმართალ კონსულტაციები. თუნდაც კონსულტაციები გამართულიყო, მათი აზრი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინეს და მათი ქვეყნები ირანის სამიზნე გახდა, რადგან აშშ და ისრაელი ისლამურ რესპუბლიკას უპირისპირდებიან. ამიტომ ერთადერთი რაც შეიძლება ტრამპის მხრიდან გონივრულ პოზიცია ჩაითვალოს, არის ის, რომ აშშ-ში ამ ქვეყნებს უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვით, გამანადგურებელი თვითმფრინავებით, რომლებიც მათ დასვაში ეხმარება და ისინი ამისთვის ფულს იხდიან. ამიტომ ამ ქვეყნების თვალში, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროების, რომელიც უკვე აბრაამის შეთანხმებების მონაწილეა, არ მესმის, რატო უნდა შეუერთდეს ხელახლა. მაგრამ ხელახლა შეუერთება ზუსტად ასეა. ისინი ამბობენ, თუ ვინმე სჭირდება კომპენსაცია ამ ომის გამო, ეს ჩვენ ვართ და კომპენსაცია შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაიხადოს. რადგან ჩვენ უნდა შევავსოთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები, გვჭირდება გარანტიები, რომ ირანი აღარ დაგვესხმება თავს. ასე რომ, ეს ძალიან დამაბნეველია ტრამპის მხრიდან, სულ მცირე სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თვალში, რომლებმაც უკვე არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის გარდა განაცხადეს, რომ არ აპირებენ შეუერთებას. საუდის არაბეთმა ასე განაცხადა. ყატარმაც ასე განაცხადა, პაკისტანმაც კი ასე განაცხადა. მაგრამ დაფიქრდით ამაზე, გულისხმობ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის ღერძმა სამხედრო თვალსაზრისით ეფექტიანობა დაამტკიცა. და მეორე მხრივ, საუდის არაბეთი შეიძლება ითქვას ქაღალდის ვეფხვი აღმოჩნდა, რომელსაც რეგიონში გარკვეული სახის ალიანსი, სამხედრო ალიანსი სჭირდება. ასე რომ, ერთი მხრივ არის ირანი, ხოლო მეორე მხრივ არის ისრაელი. ასე რომ, ნამდვილად თუ მათ შეუძლიათ ვინმეს დაეხდნონ, არა იმისთვის, რომ დაიცვას ისინი, არამედ თავდაცვაში ითანამშრომლოს, ეს ისრაელია. ასე რომ, ამას აზრი აქვს. ლოგიკურად ამას აზრი აქვს, მაგრამ გეთანხმები, რომ საუდის არაბეთი არ გადადგამს ნაბიჯს პალესტინის სახელმწიფოს საკითხში ან მსგავს საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესის გარეშე. მათ ეს არაერთხელ დანაცხადეს. იაკი, ისრაელების ლაპარაკობ, მაგრამ საუდის არაბეთის პერსპექტივიდან ისინი ირანსაც და ისრაელსაც სუდად აღიქვამენ. და ამჟამად მიზეზების გამო, რომლებიც მე არ მესმის, ისინი ისრაელს ირანზე უარესად აღიქვამენ. ისინი მზად არიან ირანს დაუთმონ. ისინი მზად არიან ირანი შეაკავონ და ისინი ისრაელთან ურთიერთობაზეც კი არ არიან მზად. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ომის დაწყების შემდეგ 8ჯერ თუ არა 10ჯერ მაინც ისაუბრეს. რამდენი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ გიდონ საარს და ფაისალ ბინ ფარჰანს ომის დაწყების შემდეგ?
ალბათ არც ერთი. ან იქნება ერთი, რომელიც დაფარულად დარჩა. და ასე რომ საბოლოოდ მაინც ყველაფრის მიუხედავად რაც მოხდა. ეხლა მე არ ვაპირებ ამ პოზიციის გამართვებას, მაგრამ რატომღაც საუდის პოზიცია ასეთია. უჩვენიათ ირანი ახლოს ყავდეთ, თითქოს მჭიდროდ იკრავენ რომ როგორმე დაამშვიდონ და თავიდან აიცილონ მათი მხრიდან ახალი თავდასხმა. ეს პოლიტიკა არ იმუშავებს, რადგან ირანი კვლავ გააგრძელებს რეგიონისთვის საფრთხის შექმნას, მათ შორის საუდის არაბეთსაც, მაგრამ ისრაელი არ გამოსავალი. კიდევ ერთი ასპექტის დამატებული. რა თქმა უნდა, ეს არის დონალდ ტრამპი, რომელსაც ნოემბერში არჩევნები აქვს წინ. ეს არის ნეთანიაჰუ, რომელიც მას კარნახობს, მასაც სექტემბერში ან ოქტომბერში აქვს არჩევნები, მათ სჭირდებათ გამარჯვება. ისინი არ სურთ ამ არჩევნებში ომიდან შესვლა. მათ სურთ ამ არჩევნებში მშვიდობის დამყარებით შესვლა. და რაც არ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს წინ წაიწიოს. თუნდაც ისეთი რაღაცები, რომლებიც ეხლა ჩვენთვის აქ ისრაელში აბსურდულად ჟღერს, მათ ამ მომრჩეველისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.